გამარჯობა. საღამომშვიდობისა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთი სალომე ლემონჯავასთან და გიორგი გასვიანთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა ჩვენი სტუმარია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. ოჯახური პორტრეტი გაგაცნობთ ტრავმატოლოგ ორთოპედის ლევან ჩიკვატიას ოჯახს. ჟურნალი ონლაინ არქეოლოგია 5 წლისაა. რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი წარმოგიდგენთ ნიჭიერ ახალგაზრდას ზაურ მეშველიანს. მიამდე აფხაზეთზე ჩვენი სტუმარია ექიმი და მსახიობი ჯონი ჯანაშია. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დოდაშვილის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტებით ახალაშენებულ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილ 13 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. დევნილთა ეს ოჯახები ყაზბეგის 22-ში ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტში 23 წელი ცხოვრობდნენ. ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს ბლოკ ჯორჯიასა და ორბი ჯგუფის მოლაპარაკებების შედეგად დევნილთათვის ფართების შესყიდვა თანადაფინანსების პროგრამით მოხდა. 80% კერძო სექტორმა, ხოლო 20% დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაფარა. ეს დევნილები ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე უკვე 1993 წლიდან, 13 ოჯახი არის. ჩვენ შარშან ორბი ჯგუფთან ერთად გადავწყვიტეთ ახალი პროექტის განხორციელება და შესაბამისად დღის წესრიგში დადგა მათი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი. ვიმუშავეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად და ჩვენი კომპანიების ბლოკ ჯორჯიისა და ორბის სახელმწიფოსთან თანადაფინანსებით შევიძინეთ ახალი ბინები დოდაშვილის ქუჩაზე. აფხაზეთიდან დევნილი პანტუშა შურღაია 18 წელი ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტში მეუღლესთან ერთად 8 კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ მან მსგავსად სხვა 12 ოჯახისა გაცილებით მეტი ფართი მიიღო და დოდაშვილის ქუჩაზე ახალ მოსახლეობა იზეიმა. დევნილი ვარ ტყვარჩელიდან, ქალაქ ტყვარჩელიდან. ცხოვრობ აი ამ ადგილას 18 წელიწადია. აი აქ ცხოვრობ. ახლა გადავდივარ სხვაგან ისანში. ოთახი მომწეს შემოგვატანო, ძალიან ყმაყოფილი ვარ. ყველაფერი ძვირფასია, კანალიზაცია გინდა, გინდა გაზი გინდა, გინდა სინათლე გინდა. ყველაფერი არაჩვეულებრივათა. დიდი მადლობა ყველას, თავრობას რა თქმა უნდა, გარიაბაშვილს, პრეზიდენტს, ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩვენი საქმის განვითარებაში. მე ერთადერთი ვცხოვრობ 40 კვადრატული მეტრია. რა ორი ოთახი მაქვს თავისუფლად დამდება. 66 კვადრატი ცხოვრობს 3 ადამიანი. სიმართლე რომ გითხრათ, ასე თუ დააკმაყოფილებენ სულ ყველას ძალიან გაიზიზამენ და დანარჩენი როგორ გითხრათ, აი ასე ახალშენებარე ბინებში თუ მიცემენ ყველას, ვისაც საჭირო, მშვენიერი იქნება, რატომაც არა. მაგრამ ეს არის რომ ცოტა ფართი უნდა მოუმატონ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც 22-23 წელი ცხოვრობენ სისხლის გადასხმის ინსტიტუტში 7-8, მაქსიმუმ 10 და 12 კვადრატულ ოთახებში. ბევრი მათგანი ცხოვრობდა სარდაფში, ისე რომ მზის შუქი არ უნახავთ ამდენი წლის განმავლობაში, მათ სახში მზე არ აწევდა და დღეს რაღაცნაირად გამოვიდნენ უკვე ამდენი წლის წვალების მერე ნორმალური ბინებში გადმოვიდნენ. ბინა არის ახლად აშენებული, ძალიან კარგად გარემონტებული და ამავე შენობაში ძალიან მალე მიიღებს ბინას კიდევ 33 ოჯახი. ბინების განაწილება მოხდა სულადობის ვის რამდენი ოთახი ეკუთვნის, ხოლო შემდეგ უკვე კონკრეტულად რომელ სართულზე, რომელი ბინავი შეხდებოდა, ეს ხდებოდა კენჭისყრით. თვითონ ესწრებიან, თვითონ იღებენ ნომერს და ზოგ შეხდება მესამე სართული, ზოგ შეხდება მეათე, ამას უკვე კენჭისყრა განსაზღვრება. გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი ეფექტიანი რეფორმების ორგანიზებით ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ეროვნული გამოცდების შედეგებსა და განათლების სისტემაში საკანონმდებლო ნორმატიული აქტების აღსრულების პრობლემებზეც იმსჯელეს. სამართლიანი ეფექტიანი რეფორმების თავმჯდომარემ პროფესორმა თემურ ჩილაჩევამ ორგანიზაციის 3 წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, სამართლიანი ეფექტიანი რეფორმების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის ინიცირება მოხდა, რომელიც შემდგომ ხელისუფლების მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტილი. ჩვენ აღვნიშნეთ ის ჩვენი წინადადებები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ საქართველოს პარლამენტის
განათლების მეცნიერების და კულტურის კომისიის წინაშე საქართველოს უმაღლესი განათლების კანონში გარკვეული ცვლილებებთან დაკავშირებით და ზოგიერთი ჩვენი მიერ დაყენებული და რა თქმა უნდა სხვების მიერ მხარდაჭერილი წინადადება გავიდა, კერძოდ ისეთი საკითხები, როცა ადრე წინა ხელისუფლების დროს უნივერსიტეტების ხელმძღვანელების და ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ხელფასები არ იყო მიმული პროფესორის ხელფასზე და ხშირ შემთხვევაში იყო ესეთი შემთხვევები, როცა პროფესორების ხელფასი 5-ჯერ, 7-ჯერ ნაკლები იყო ვინც უნივერსიტეტის რექტორის ან კანცლერის ხელფასზე, რაც არასწორია. როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამწუხარო ფაქტია, რომ შეჭრდა მოსალოდნელი ცვლილებები კანონში უმაღლესი განათლების შესახებ. კანონს ჭირდება დამატებები განსაკუთრებით უნივერსიტეტების მართვის გადადემოკრატიულობის თვალსაზრისით. რა იგულისხმება აქ? წინა კანონში, რომელიც თავის დროს იყო მიღებული ბატონი სააკაშვილის და ლომაიას დროს, შესაბამისად უნივერსიტეტის მართვას ანდობდნენ და დღემდე ასია აკადემიურ საბჭოს. მაგრამ კანონში ეწერა, რომ აკადემიური საბჭოში ფაკულტეტებს უნდა ყავდეს თანაბარი წარმოადგენლობა. თუ არის 10 ფაკულტეტი, თქვათ უნივერსიტეტს შეუძლია ჩაწეროს, იყოს ყოველი ფაკულტეტიდან 3-3, ესე 30 გახდებოდა. მაგრამ უმრავლესობამ ჩაწერა სამწუხაროდ 1. ასევე სამწუხაროდ თითო წარმოადგენელი ილიას უნივერსიტეტში, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თითო წარმოადგენელი, რაც ხელს უშლის დემოკრატიული წარმოადგენლობას აკადემიურ საბჭოში. შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა უმაღლესი განათლების სისტემაში საკანონმდებლო ნორმატიული აქტების აღსრულების პრობლემებზეც ისაუბრეს და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის გაგრძელება არ გაგრძელების საკითხიც განიხილეს. განათლების კანონის ხარვეზებზეა საუბარი აქ ძირითადად, რაც ეხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ასე ვთქვათ, ვადას, როდის უნდა გადადგეს, ეთვლება თუ არა, როცა იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ასე შემდეგ. მოდით იცით რა, ეს არ არის კერძო და ერთი კონკრეტული შემთხვევა. ეს არის კანონმდებლობის ხარვეზები. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, კონკრეტულად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ სამსახურს. ჩვენ ვნახეთ ამ იურიდიული სამსახურის უფროსის ხელმოწერით აძლევს განმარტებას რექტორატს, რომ 2013 წელს რადგანაც იყო არჩეული, 2017 წელს ეწურება ვადა. მაგრამ კანონი ხო განმარტავს, რომ 2013 წლამდე სანამ აირჩევდნენ, 2009 წელს აირჩიეს და 2009 წელს სანამ აირჩევდნენ რექტორატ 2007 წელს იქნა ეს ადამიანი დანიშნული მოვალეობის შემსრულებლად ბატონ მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის მიერ, ხო? მაგრამ იმავე კანონში მაშინაც და ეხლაც წერია უმაღლესის განათლების კანონში, რომ როდესაც ასრულებ დროებით მოვალეობას, ის ვადა გეთვლება რექტორის ვადაში. რუბრიკაში კვირის თემა გაგაცნობთ მნიშვნელოვან მოვლენას. გასულ კვირას დასრულდა დევნილთათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი. ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. თავარი პრობლემა დევნილებთან დაკავშირებით მაინც არის მათი განსახლება, რომ თვითონ მათგანს ჰქონდეს საკუთრება. დღეს დევნილის ინტერესის გათვალისწინება არის პრიორიტეტი. ახლა მთელი რიგი ძალიან კარგი კვარტლები კეთდება, სადაც სწორედ დევნილები იცხოვრებენ, ეს არის თქო იგივე თბილისის ზღვაზე მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც 600-ზე მეტი დევნილი მიიღებს ბინას. ასეთია თქო ახალი მშენებარე კვარტლები ქუთაისში, ზუგდიდში, ის 320 ბინიანი კვარტალი, პატარა კვარტალი ჩასახლება, რომელიც ასევე ზუგდიდში გაკეთდა. მსგავსი კვარტალი გაკეთდა სააკაშვილის პერიოდში ფოთში. ოღონდ განსხვავება ის არის, ფოთში ადამიანების შესახლება მოხდა ძალადობრივად, ანუ იყვნენ ადამიანები, ვისაც უნდათ ბინები, იყვნენ ადამიანები, ვისაც კატეგორიულად არ უნდათ ფოთში და ისინი ძალად გადაასახლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იქ. ეს მიდგომა არის პირველ რიგში შეცვლილი. მეორე დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ იმ ფართებში, რომლებიც მათ კანონიერად აქვს დაკავებული, ანუ სახელმწიფომ შეასახლა. ყველგან, სადაც დევნილი ამბობს, რომ მას მოსწონს ეს ბინა, მას მოსწონს ეს ფართი, ჩვენ ვუკანონებთ მათ ამ ფართს და ისინი ხდებიან კანონიერი მფლობელები ამ ფართის. მესამე, სადაც ისინი ცხოვრობენ კერძო საკუთრებაში, თქვათ,
ყოფილ საბჭოთა სასტუმროში, ტურბაზაში და ასე შემდეგ, აქაც ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ მოლაპარაკებას, ვყიდულობთ მე პატრონებისგან ამ ფართებს და უკანონებთ ისევ და ისევ დევნილებს. ანუ ამ ხრივ პროცესი წავიდა ძალიან სწრაფად. ოლიმპიურ სოფელში პირველ რიგში ვიტყვი, როდის მოხდება შესახლება, იმიტომ რომ ვამბობდით, რომ 31 აგვისტოს უნდა დამთავრებულიყო და სექტემბერში უნდა უკვე კომისიები უნდა ყოფილიყო, რომლებიც იმსჯელებდნენ, ვინ შესახდებოდა. ჩვენი ვადები დავიცავით, ანუ პრაქტიკულად ჩვენ შევისწავლეთ თითოეული დევნილი საქმე, მორჩ დამთავრდა მონიტორინგი, ორშაბათიდან ვიწყებთ კომისიებს, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ჰუალინგმა გარკვეული სამუშაოების დასრულება ბოლომდე ვერ მოასწრო და ითხოვა დამატებით 2 თვე, ბუნებრივია ეს 2 თვე მივეცით. ეხლა მშენებლობის პროცესი ისეთი პროცესია, როდესაც შეუძლებელია ყოველთვის ზუსტად დღე-დღეში ჩაჯდე. მით უმეტეს ამას ხელი შეუშალა იმართლაც გრანდიოზულმა და ძალიან ლამაზმა ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა, რომელიც ჩატარდა თბილისში. ასე რომ ეს 2 თვე დაემატა, თუმცა ამ ამასობაში ჩვენ ისევ გავიმეორებ, ჩვენი ნაწილი შევასრულეთ და უკვე გაკეთებულია მთელი სამუშაო გარდა კონკრეტულად განაწილებისა. რაც შეეხება განაწილებას, განაწილებისთვის გვაქვს 3 სხვადასხვა კრიტერიუმი. პირველი კრიტერიუმი ეს არის ის ადამიანები, იმ ადამიანების ნაწილი უფრო ზუსტად, რომლებიც გრევად ობიექტებში ცხოვრობენ. იქ სადაც მათ სიცოცხლე შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს და სასწრაფოდ არიან გამოსაყვანი. ერთი ეს კატეგორია, მეორე კატეგორია ის ადამიანები, რომელთა წინაშე სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული. რა არის ეს ვალდებულება? მაგალითად არსებობს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა, რომელმაც 2007 წელს არ მიიღო ბინა, იყო ეს უკანონოდ, უნდა მიიღო მაშინ, თქვა საიდანაც გამოასახლეს და ალტერნატივა შესთავაზეს და ეს ამ ადამიანს ხელში უჭირავ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლებლობის დროს სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს ის. ბუნებრივია, რომ ეს ადამიანებიც აი ამ რისკში მოხვდებიან. მეორე, ასეთივე ადამიანების რისკს განეკუთვნებიან ის ხალხი, ვისაც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში თქვა დაუშვა ჩვენმა სამინისტრომ მისცა გარკვეული ადმინისტრაციული დაპირება. რატო შეიძლება გაცემულიყო ეს ადმინისტრაციული დაპირება? მაგალითად, დევნილი ცხოვრობს ტერიტორიაზე, თუნდაც შესახლდა 20 წლის წინ. ცხოვრობს კანონიერად, სამართლებრივად, მართლა ეს არ არის მისი საკუთრება, მაგრამ სახელმწიფოს კუთვნილ ფარჩში ცხოვრობს კანონიერად. მოდის ინვესტორი, რომელიც ამბობს, რომ ის მზად არის აი აქ, თქვა ეს კონკრეტული პროექტია 100 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. ბუნებრივია სახელმწიფო სურვილი აქვს, რომ ეს ინვესტიცია მოხდეს, ხელი უნდა შეუწყოთ ინვესტორს, ამიტომ თავაზობთ დევნილს, რომ ჩვენ გაგიყვანთ ქირით, დროებით, რომ ამ ადამიანმა აქ დაიწყოს მუშაობა და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გაკმაყოფილებთ ბინით. ან მეორე ვარიანტი დევნილები ცხოვრობენ საბავშვო ბაღის შენობაში ან სკოლის შენობაში, ან განათლების სამინისტროს, ან მერიას თვითმმართველობის ორგანოს სჭირდება დღეს ეს შენობა, ვთქვათ, საბავშვო ბაღი, გვეუბნება, რომ იქნებ გავითავისუფლოთ, ჩვენ მივდივართ შემოხვედრ ნაბიჯზე ბუნებრივია, ნუ სამაგიეროდ ამ ადამიანების წინაშე ვიღებთ ვალდებულებას და ესენი უნდა დავაკმაყოფილოთ. ანუ ეს მეორე კატეგორია. მესამე კატეგორია ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ქულების სისტემაში ყველაზე მაღალ საფეხურზე არიან, ყველაზე მაღალი ქულები აქვთ. ცხადია, რომ ყველა დევნილი მიიღებს ბინას, და უნდა მიიღოს, მაგრამ არის ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით, თავის გარჯით, მაგრამ სახლი შეიძინა, კარგად ცხოვრობს, ისე არ უჭირს და არის მეორე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მძიმეს პირობებში, ძალიან გაჭირვებულად, ხო? რომ ვის უნდა მივანიჭოთ პირველ რიგში უპირატესობა. ნუ ცხადია, უპირატესობა პირველ რიგში უნდა მივანიჭოთ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრობს და ყველაზე გაჭირვებულია. და გარკვეული კრიტერიუმები არის შემუშავებული, სადაც მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, სოციალურ დაუცველობის გამო, თქვა იმის გამო, რომ მრავალშვილიანი ან შეზღუდული შესაძლებლობის პირი ყავს ოჯახში ან რაღაცა, ყველას ენიჭება გარკვეული ქულა, ან ომის ვეტერანობის გამო და ასე შემდეგ. ეს ქულები გროვდება და ყველაზე მაღალქულიანები კმაყოფილდებიან პირველ რიგში და შემდეგ მოდის ქვემოთ დანდათან. აი ეს 3 კატეგორია. ბალანსი უნდა დავიცვათ ისე, რომ ყველა კატეგორიაში ყველაზე მძიმე და ყველაზე მოწყვლადი ფენა დავაკმაყოფილოთ პირველ რიგში. თბილისში 600-ზე მეტი ოჯახი, უბრალოდ 630 ოჯახი მიიღებს თბილისის ზღვაზე. აქედან 330 წელს, ზუსტად 300 გაისადა წლის პირველ ნახევარში.
ამას ემატება იგივე ქართული მენაშენებისგან გამოსყიდული ბინები, რომლებიც ასევე 300-მდე აღწევს, ანუ ჯამში მარტო აი ამ ორი პროექტით მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში 900-ზე მეტი ადამიანი მიიღებს, ხოლო კიდევ შემდგომი 3 თვის განმავლობაში ასევე რამდენიმე ასეული ადამიანი მიიღებს ბინას. ძირითადი მშენებლობები ჩამოვთვალეთ, ეს არის თქო, სადაც დაწყებული გვაქვს ზუგდიდი, ქუთაისი, გორი. ამას ემატება იგივე მენაშენებისგან გამოსყიდვა, რომელიც ხდება ქუთაისში, რამდენიმე 200-ზე მეტი ბინა, 200 კი არა 300-მდე ბინა, მარნეულში, სადაც დაახლოებით 50 ბინას ვყიდულობთ. მშენებლობები, რომელიც აი წლის ბოლომდე დამთავრდება და 200-მდე ადამიანი შესახლდება, თუ ზუსტად მახსოვს 160 ოჯახი შესახლდება ხაშურში, ასევე ახალციხეში, სადაც დამთავრებული გვაქვს მშენებლობა და 100 ბინიანი სახლი არის დამთავრებული შესასახლებლად და ნაწილი ვინც შესახლდება უკვე გამოვლენილია. კასპში, სადაც გვაქვს რაღაც რაოდენობა თავისუფალი ბინების, სადაც ყოველდღიურად მიდის შევსება და შესახლება, ასე რომ ამ მხრივ პროგრამები პრაქტიკულად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მუშაობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, ხა უამრავი დევნილი მოდიოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცირა მე ავიღე სესხი, გავიჭირვე, ბინა ვიყიდე, ჩემი სახელმწიფოს არ დაველოდე, მაგრამ ნუ რაღაცის გამო ვთქვათ, ვიღაცამ სამსახური დაკარგა, ვიღაცა შემოსავალი შემოწირდა, თუნდაც ამ ლარის დევალვაციის გამო შეექმნათ პრობლემები ამ სესხის დაფარვის და ისინი ამბობენ, რომ რაც ბინის მშენებლობა ჯდება, იმის ნახევარი, იმის მესამედი რომ მომცეთეს, მე ვიქნები ბედნიერი და გმაობილი, იმიტომ რომ სახლი რომელიც მე ვიყიდე, ან მე ავაშენე, იმას შევინარჩუნებ და ბანკი ვერ წამართავს და ჩვენ წავედით ჩემ ხედა ნაბიჯზე მოგვეწონა ეს იდეა, ჩავთვალეთ ეს იყო სამართლიანი მოთხოვნა მათი მხრიდან, გამოვაცხადეთ სპეციალური პროგრამა და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა აღებული სესხი, იპოთეკური მიზნით, სახლის შეძენის მიზნით, მილიონი ლარი გამოვყავით პირველ ეტაპზე და დაახლოებით 50-მა ოჯახმა მიიღო დახმარება ამ პროექტის ფარგლებში. ვნახეთ, რომ საჭირო პროექტია და სავარაუდოდ მომავალ წელს კიდევ გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, რაც ვახსენე ერთხელ უკვე, კერძო მესაკუთრეებისგან ფართების გამოსყიდვა, 700-ზე მეტი ბინა გვაქვს გამოსყიდული კერძო მესაკუთრეებისგან, რომლებიც დაუკანონდათ დევნილებს, დაუკანონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კერძო საკუთრებებში ცხოვრობდნენ. სოფლის სახლი, რაც გულისხმობს შემდეგს. ადამიანი თვითონ მოდის, ამბობს, რომ იპოვა სახლი გარკვეული თანხის ფარგლებში და უნდა რომ ეს შეისყიდოს. ძირითადად ეს არის სოფლებში, იმიტომ რომ ქალაქში ბინა შედარებით ძვირად, ამიტომ უფრო სოფლებში მუშაობს ეს პროგრამა. სამინისტრო სწავლობს ამ ადამიანის მდგომარეობას და თუ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელთაც მან ბინა უნდა მიიღოს, ჩვენ ვყიდულობთ მისთვის ამ ბინას, ვასახლებთ ამ კონკრეტულ ბინაში და რითია ეს კარგი პროექტი? კარგი ამით, რომ პირველი, ძალიან სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მეორე, ადამიანი რომ ამბობს, რომ მე ეს სახლი მინდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას ის მოსწონს, ეს მისი არჩეულია, მოსწონს მეზობელი, მოსწონს გარემო, მოსწონს ჰავა, რომელიც იქ არის, მოსწონს, რა ვიცი, დასაქმების საშუალებები, რომლებიც იქ შეიძლება გაჩნდეს, ამ მხრივ არის კარგი. და მესამე, როგორც წესი, 99% შემთხვევებში ეს არის სახლები თავისი შემოსავლის წყაროებით, ანუ მიწა საშუალებები რო იყოლიო საქონელი და ასე შემდეგ, იყო შემთხვევა მაგალითად, როდესაც ზუგდიდის რაიონში ვიყიდეთ მიწა 8 ჰექტარი, ესა სახლი 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთით. ან იგივე ზუგდიდის რაიონში, ზუგდიდიდან 6 კილომეტრში, სახლი კი არა, სასახლე ჰექტარ ნახევარზე გადაშენებული თხილისა და ციტრუსის ბაღებით. ან თქვათ გურიაში სახლი, რომელსაც გარდა იმისა, რომ ჰექტარზე გაშენებული ციტრუსები და თხილი ჰქონდა, ისე იყო შვენიერი მოწყობილი ეზოში თევზის მეურნეობა და ადამიანს შეიძლება მარტივად აეშენებია თევზი და თავი რჩინოს ელემენტარულად ამეთი. ამ მხრივ ეს არის ძალიან მოქნილი და კარგი პროექტი. და კიდევ ერთი მიმართულება ეს გვაქვს უკვე არსებული შენობების რეაბილიტაცია. ძირითადად ეს ეხება იმ შენობებს, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაკავებული ჰქონდათ, ხდება მათი გარემონტება, რეაბილიტაცია, გამაგრება, ახალი სიცოცხლის შთაბერვა ამ შენობებისთვის და შემდეგ საკუთრებაში გადაცემა დევნილებისთვის. მარტო საკუთრება რო ავიღოთ, უკვე 10000-მდე დევნილმა მიიღო
საკუთრებაში სახლები აი ამ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დღიდან. რუბრიკა ოჯახური პორტრეტი წარმოგიდგენთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგ ორთოპედ ლევან ჩიკვატიას ოჯახს. მომისთაბა ისტორიაც. ეს ის პაციენტია ბატონ ლეზო. ხარი ქუში რო გავწერეთ. ის მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მიღწეული თარკმაყოფილდება და ცდილობს თავისი ყოველდღიური საქმიანობა სიახლეებით გამოირჩეოდეს. ახალგაზრდა სოხუმელი ექიმი, ტრავმატოლოგ ორთოპედი ლევან ჩიკვატია მისი თაობის ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელია. დღესდღეობით ტემპი ცხოვრების ცოტა ისეთია, რომ უნებურად უკვე აი ამ დივაისებზე, ტელეფონზე და სხვადასხვა იმებზე წერილები მოდის ძალიან ბევრი სიახლეები რაღაცები და ფაქტიურად თავისუფალი დრო არ მრჩება და ვერც ვამჩნევ დრო როგორ გადის. როცა რაღაცებს ახალს ვეძებ, ვკითხულობ. ლევანი თავის კარიერასაც და შემდგომ ნაბიჯებსაც პირველ პედაგოგს, ასევე ტრავმატოლოგ ორთოპედ სიმონ დარახველიძეს უმადლის. მისი რჩევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ რუსეთში წასვლა არჩია. როგორც ტრავმატოლოგი იქ ჩამოვყალიბდი, თუმცა სტუდენტობის დროს აქ ვსწავლობდი, ერთ-ერთი პირველი ჩემი მასწავლებელი ბატონი სიმონ დარახველიძე გახლავთ, რომელიც ასევე სოხუმელია. მამას მეგობარია, მან მიმიღო და მან მომხიბლა, ასე ვთქვათ, ტრავმატოლოგია ორთოპედიით. ბატონი სიმონიც სადაც ეს სკოლა აქვს გავლილი ცენტრალური ინსტიტუტის. მისი თხოვნა კი არა, მოთხოვნა იყო, ასე ვთქვათ, რომ აუცილებლად წავსულიყავი, როდესაც უნივერსიტეტს დავამთავრებდი. და მოსკოვში ამ კლინიკაში მომიწია მოღვაწეობა და 7 წლამდე დაახლოებით იქ ვიყავი. ამ 7 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდი როგორც უკვე ექიმი, ქირურგი, ორთოპედი და ყველა დღის და ყველა წუთის და წამის მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლების იქ. მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა, რასაც მოყვა დისერტაციის წარმატებული დაცვა. შემდეგ იყო ბრიტანეთისა და შვეიცარიის პრესტიჟულ საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირებები. ამჟამად ლევან ჩიკვატია ახლად გახსნილ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. ძალიან საინტერესო პროექტი აქვს დაწყებული სამედიცინო უნივერსიტეტს, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს. სამთავრობო დონეზე არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, გაკეთდა საუნივერსიტეტო კლინიკა. ერთ-ერთი, პირველი ფაქტია, ასე ვთქვათ, საქართველოში. და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაამართლებს, იმიტომ რომ მთელი სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური სტაფი არის ამაში ჩართული. და მე პირადად ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც შემომთავაზეს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ნდობაა ქვეყნისთვის და სტუდენტებისთვის. სამომავლოდ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. და თუ გამოვადგები მე ჩემს ქვეყანას და რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ სამედიცინო უნივერსიტეტს, მაშინ ძალიან მოხარული ვიქნები ამ ფაქტით. ლევან ჩიკვატიას მეუღლე თეა ქარდავა სოხუმელია და ისიც ექიმია. იგი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ექიმ რადიოლოგად მუშაობს. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მუშაობ ექიმ რადიოლოგად 2009 წლიდან დღემდე. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საპასუხისმგებლო საქმე მაგისტრია და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ორივეს ძალიან უყვარს თავისი საქმე. მიაჩნიათ, რომ ერთნაირი პროფესია მათ უფრო აახლოვებთ. ერთმანეთს უგებთ, ასე ვთქვათ, მორიგეობის შემთხვევაში, რთული სიტუაციების შემთხვევაში, დაძაბული დღის რეჟიმის შემდეგ უფრო ერთმანეთს ხარში უდგევართ. ქირურგია ცოტა ისეთი მძიმე სამსახურია, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტს ნებისმიერ დღის, ნებისმიერ დროს შეიძლება დასჭირდეს შველა და ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ ღამე გვიწევს გამოსვლა. ექიმებს ეს უფრო მეტად ესმით, ასე ვთქვათ, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლებს და შესაბამისად არანაირად ხელს არ გვიშლის პირიქით. უკეთესია სახში ძალიან ბევრი დისკუსიები გვაქვს ხოლმე თანამედროვე მედიცინასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი და თეა ერთი ქალაქიდან არიან, ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. მაშინ, როცა ინსტიტუტიდან გაცვლითი პროგრამით ანკარაში მიემგზავრებოდნენ. გამგზავრების დღეს გავიცანით ერთმანეთი, ეს იყო 5 ივლისი. ზუსტად მახსოვს. მე უკვე იქ ვიყავით თვენახევარი, მთელი ზაფხულის პერიოდი იყო. იქ გავიცანით ერთმანეთი. გადავწყვიტეთ და შევუღოდით. რომ გავიცანით ერთმანეთი, მე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მშობლები მეგობრობდნენ და ამნაც იქონია რაღაც
გავლენა ჩვენს დაახლოებაზე. მშობლებს მოსწონთ შვილების არჩევანი და ცდილობენ ახალგაზრდა ოჯახს შეძლების დაგვარად ხელი შეაშველონ. მე ჩვენი ერთ დღეს წამოგიყვანა ულტიმატუმი, მამაო, მე ვიქნები ექიმი და თანაც ტრავმატოლოგია. მოდის ასე უკვე მაგას არ გადაუთქვია არც არასდროს. დედამისმა უთხრა რომ რას ქვია, შენ იურისტია. 5 იურისტი ყავს სახშიო და 1 ექიმი ხო გირდებათ. აი ესე გახდა ექიმი. ყურადღებიანი, თბილია ძალიან. დღეში რამდენჯერმე დარეკავს, მიუხედავად იმისა, რომ მოუცლელია, ვიცი როგორი სამუშაო აქვს მას და იღლება საშინლად. არ შეიძლება დაღამდეს ისე და გათენდეს რომ ლევანმა არ დამირეკოს და არ მოგვიკითხოს ჩვენ. ლევანის დედა ქალბატონი მარინე აფხაზეთის მონატრებას სასწაულით გადარჩენილი საოჯახო ფოტოალბომის თვალიერებით იკარვებს. ეს ბავშვების ალბომი გახლავთ. ლევანი რომ დაიბადა, მაშინ შევიძინეთ და ვდებდი სურათებს ამაში. სანამ ომი დაიწყებოდა, ყველა მათი ნაბიჯი აქ აღნუსხულია. სანამ ომმა არ შეწყვიტა ეს ყველაფერი. ალბომი გამოგვიგზავნა ჩვენმა მეზობელმა, ცნობილი მხატვარი ჯოლა გუგულაძე, თუ იცით, თქვენ მისმა მეუღლემ ქალბატონმა ნათელამ წლების მერე ძალიან ბევრი სურათი წაშლილია, მაგრამ აი წარსულს მაინც ხომ არ ამოშლიან რაღაც ნაგლიჯი დარჩენილია მაინც და აღვადგენ ხოლმე ეს რაც იყო. მშობლიური კუთხის სიყვარულს ჩიკვატიების ოჯახში ბავშვებსაც პატარაობიდანვე უნერგავენ. იციან ბავშვებმა სანდრო დიდი ბიჭია უკვე და ყოველთვის ვეუბნები იმას რომ ეს სადაურებით ვართ, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი გვარი აქედან მოდის, პატარა გვარია და ცოტა ისეთი დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, იმიტომ მე თვითონ მიყვარს ასეთ რაღაცებზე ყურადღების წარმომავლობაზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თუ წარსული არ ვიცით, მომავალში ვინ ვიქნებით, ამის გარკვევა ცოტა რთული იქნება. ჟურნალი ონლაინ არქეოლოგია 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. გამოცემის განვლილ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს ჩვენს მომდევნო სიუჟეტში ნახავთ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის პრიორიტეტულია არქეოლოგიური პროექტების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. ჟურნალი ონლაინ არქეოლოგია, რომელიც ამ სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოდის, მალე 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. იგი განკუთვნილია როგორც პროფესიონალი არქეოლოგებისთვის, ისე მოყვარულთათვის და უზრუნველყოფს საქართველოში არქეოლოგიური ძეგლების, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების შესახებ ინოვაციური და თეორიულ აღწერილობითი კვლევების გამოქვეყნებას. პროექტი, რომელსაც ონლაინ არქეოლოგია ჰქვია, დღემდე სხვადასხვა ადგილებში განათხა, არა მხოლოდ სხვადასხვა ადგილებში განათხარი ობიექტებზე ინფორმაციების გაცემით არის დაინტერესებული, არამედ სამომავლო ხედვებსაც აჟღერებს. გადავწყვიტეთ ონლაინ არქეოლოგია გავამყაროთ და გავამაგროთ იმით, რომ ის ვაქციოთ პერიოდიკად და ამ ჟურნალის არა მხოლოდ ონლაინ ვერსიები შევთავაზოთ მას, ვისაც ეს აინტერესებს, არამედ მან უკვე ნაბეჭდი პროდუქტის სახეც მიიღოს. პირადად მე 1 წელია რაც შევედი ამ რედკოლეგიაში, არა მარტო მე, ბატონი ბესარიონ ლორდ-კიფანიძე, ქალბატონი ლალე ახალაია, რომელიც აფხაზეთიდან არის ასევე და პრიორიტეტები ამ ჟურნალს აქვს ის, რომ ყველანაირი არქეოლოგიური კვლევაძიება, რაც კი არსებობს საქართველოში, უმეტესი ნაწილი, რაც უფრო საინტერესოა ჩვენთვის, ქვეყნდება ამ ჟურნალში თავის ფოტომასალით, რომელსაც ქალბატონი მაია ჩოლოყაშვილი უდგას სათავეში და საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესი იჩენს ეს ჟურნალი, ვინაიდან რადგანაც ყოველწლიურად ეცნობა საზოგადოება იმ ახალ აღმოჩენებს, რომელიც საქართველოში ხდება და მიმდინარეობს მუშაობა არქეოლოგიური განხრით.
ონლაინ ჟურნალის გამოცემებში აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დიდია საზოგადოების ინტერესი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი აფხაზეთის თემაზე მომუშავე მეცნიერებსა და არქეოლოგებს თანამშრომლობას სთავაზობს. ძალიან დიდი სიამოვნებით ქალბატონ მაიასთან ერთად, იმ ჯგუფთან ერთად, ვინც ამ ჟურნალს ხელმძღვანელობს, აკეთებს მის, ასე ვთქვათ, მონიტორინგს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიამოვნებით მივიღებდით ნებისმიერ რესპონდენტს, სიამოვნებით მივიღებდით აფხაზეთის იქნება ეს, სამხრეთ ოსეთის იქნება ეს, ნებისმიერს, რაც კი საინტერესო თემა იქნება, ჩვენ მზათა ვართ, რომ გვერდში დაუდგეთ, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, კიდეც არ აქვს ამას აბსოლუტურად ჩვენთვის არანაირი, ასე ვთქვათ, პრობლემას არ გვიქმნის და შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც იმ მოცემულობაში ჩვენ გვექნება. ისე რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გახსნილი საზოგადოების პრინციპით, ღია საზოგადოების პრინციპით მზად ვართ ნებისმიერ რესპონდენტთან თანამშრომლობისათვის. როგორც ბატონი დავითი აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. აქვე განმარტავს, რომ იქ დღემდე გრძელდება კრემლის დაკვეთით არქეოლოგიური ძეგლებისა და მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის გამოყენება სეპარატიზმის მხარდასაჭერად. ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად გვაქვს გაკეთებული ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რატოა დახურული სივრცე რატო არ იძლევა ინფორმაციას აფხაზეთის მხარე, რა ხდება დაუშვათ იგივე ყველაზე პრობლემურ არქეოლოგიურ ობიექტზე ეს არის ოლგინსკოეს სამაროვანი, ანუ იგივე წებელდის სამაროვანი, რომელიც გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი იური ვორონოვის დამსახურებით ცხადია ბჭყალებში გახდა საფუძველი დიდწილად საფუძველი სეპარატიზმის მომზადებისა აფხაზეთში. სავარაუდოდ იქ სპეცსამსახურების ნებართვის გარეშე ვერავინ ფეხს ვერ შედგავს. არ ვიცი არქეოლოგიას ესე განსაკუთრებულად რატო უვლის ის ადამიანი, ვინც ასეთ ფორტიფიკაციებს უგებს არქეოლოგიურ ძეგლებს გარშემო, იმიტომ რომ ჩვენთან ეს ყველაფერი აბსოლუტურად ღია საზოგადოების პრინციპით მუშაობს. იქ ეს სხვანაირად არის. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად ვართ, ერთადერთი მძლავრი ინსტრუმენტი იარაღი, რომ ზემოქმედება თუნდაც ნაწილობრივ რაღაცაზე მოვახერხოთ, არის სწორედ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ეს იუნესკოს ხაზი, იქნება ეს იკრომის ხაზი, იქნება ეს იკომოსის ხაზი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ როდესაც იწყება სიტყვაზე რომელიღაცა ცნობილი, რომელიმე ქართული ძეგლის, ტრადიციული ძეგლის შეთეთრების სამუშაოები, საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან აქტიურად არიან და მადლობის მეტი რა გვეთქმის მათთვის. თუმცა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საზოგადოების ინფორმირებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების შესახებ. ამიტომაც ჟურნალი მომავალში დაინტერესებულ პირებს წარუდგენს ახალ რუბრიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ. მე ვიცი, რომ მეორე ნომერში იყო აფხაზეთზე, ანუ რუსეთის იკომის წარმომადგენლობის ანგარიში აფხაზეთში დაიბეჭდა ეს, ანუ ითარგმნა ქართულად და გამოქვეყნდა ჩვენ ჟურნალში და ამის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ, საჭიროდ და ალბათ პრიორიტეტული იქნება ესეც, რომ ვთქვათ, აფხაზეთში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლები მიმოვიხილოთ ჩვენ ჟურნალში. ერთ-ერთი ვთქვათ ავტორი, ვინც გააკეთებს ამაზე, არის ბატონი ირაკლი ანჩაბაძე, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც გალის რაიონიდან არის თვითონ და ამასობაში კიდე მოვიძიებთ ჩვენ თანაავტორებს, ვინც სტატიებს მოგვაწვდის, თქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების თაობაზე. ეს იქნება არა მარტო თქვათ არქეოლოგია, ხუროთმოძღვრული ძეგლებიც ალბათ და ქართულ მკითხველს ექნება საშუალება უბრალოდ ქართულ ენაზე გაეცნოს და ახალგაზრდებს ალბათ უფრო, იმიტომ რომ ძველ თაობას მაინც ახსოვს ასე თუ ისე, ახალგაზრდებს ექნება საშუალება ამ ჩვენი ონლაინ ჟურნალის მეშვეობით გაეცნონ იმ ძეგლებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი გაგაცნობთ ნიჭიერ ახალგაზრდას, თავისუფალი უნივერსიტეტის პირველ კურსელ ზაურ მეშველიანს.
ბავშვობაში კარატეთი და ცეკვით იყო გატაცებული. მოგვიანებით კი ოჯახური ტრადიცია არ დაარღვია და მათემატიკით დაინტერესდა. ზაურ მეშველიანმა სწავლა კომაროვის სკოლაში დაიწყო და პირველი წარმატებაც მალე მოვიდა. როგორც თვითონ ამბობს, საკუთარ თავზე მუშაობა, ნიჭი და იღბალი ამ სფეროში გადამწყვეტია. კომაროვში რო გადავედი, ძირითადად ჩემი ოჯახის დამსახურება იყო, იმიტომ რომ მათემატიკას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ჩვენს ოჯახში. მაშინ გავიგე უბრალოდ რომ ყოველწლიურად ტარდებოდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა და რატომაც არა წრეზეც დავიწყე სიარული და მივიღე მონაწილეობა. ეს იყო სამტურად. ალბათ პირველი ასეთი სერიოზული ოლიმპიადა იყო ჩემთვის და ძალიან ბევრს წყვეტდა. პირველ ტურში კარგად დავწერე, გადავედი მეორე ტურში, გადავედი მესამე ტურში და ეს მესამე ტური იყო ფინალური. და ფინალურ ოლიმპიადაზე ძალიან დიდი ნერვიულობა იყო, ეს პირველი იყო, ცოტა მიჭირდა ასე ვთქვათ. რო დავწერე, დიდად კმაყოფილი არც ვიყავ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ცუდი შეცდომა დაუშვი წერის დროს. თუმცა გავედი მესამე ადგილზე და ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი რამ, რამაც ასე ვთქვათ, მოახდინა გავლენა ჩემ შემდეგ გადაწყვეტილებაზე, რომ გამოსულიყავი ან მათემატიკოსი და ეხლა უკვე შეიძლება ინფორმატიკოსი, ანუ გადაწყვეტილება ამ შორის უნდა მივიღო. შარშანის წეული წარმატება იყო კიდევ ერთი ფაქტორი. საერთაშორისო ოლიმპიადაზე ავიღე ვერცხლის მედალი, ტარდება ყოველწლიურად. მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ, დაახლოებით 600-მდე ბავშვი. თვითონ ქვეყანა ადგენს 6 მოსწავლეს, 6 საუკეთესოს. შემდეგ ხდება ერთი წერის დაწერა, ყველა 600-ივე ბავშვი წერთ ამ წერას და დგება რეიტინგული სია. შესაბამისად, ამ რეიტინგული სიით შემდეგ ადგენენ რამდენ ბავშვს აქვს ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო. ეს საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლის აღება ძალიან დიდი წარმატებაა. და ვერცხლის მედალი, პირველი მედალი იყო საერთაშორისო ოლიმპიადაზე და ვერცხლის მედალი იმდენად დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, ალბათ ძალიან გამიმართლა. 2015 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. წელს ზაური პირველი კურსის სტუდენტია და მომავალი პროფესიაც უკვე არჩეულია. კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა. რაც შეეხება საყვარელ მიმართულებას, ყველაზე მეტად გეომეტრია უყვარს. ეს იმიტომ, რომ ვიზუალიზაცია და შესაბამისი სპეციფიკა მისთვის სასიამოვნო პროცესია. ჩემი საყვარელი ყოველთვის გეომეტრია იყო. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ბავშვობაშიც მიყვარდა ხატვა, თუმცა ვატყოდი რომ კარგად არ გამომდიოდა, მაინც ვცდილობდი ხოლმე დამეხატა რამე, ბაღიდან მოყოლებული. და გეომეტრიაში მიყვარს რამეზე რომ ვფიქრობ, როცა მაგის ვიზუალიზაციას ვაკეთებ, ანუ ფურცელზე კარგად ჩანს. გეომეტრიაში საჭიროა კარგი ნახაზის აგება და მასზე მუშაობა. ხელით შეეცვია შემდეგ და ნახაზებიც უფრო აკურატული და ლამაზი გამომდიოდა და შეიძლება ლამაზ ნახაზებს მე მივეჩვია ასე ვთქვათ და ვცდილობდი მეტი მემუშაო გეომეტრიაში. ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე აქ იყო. ხომ ისწავლია სკოლაში სხვა საკნები. ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სიტყვაზე შეიძლება არ იცოდე რომელ წელს რა ბრძოლა მოხდა, მაგრამ როცა იცი რომ რაღაცაზე უნდა იფიქრო, გადაწყვიტო, გადაწყვეტილება მიიღო და ეს პროცესი თვითონ ჩემთვის ყველაზე საინტერესოა და საჭირო. ზაურისთვის დედა ყველაზე კრიტიკული შემფასებელია, ამიტომაც მისი აზრი მნიშვნელოვანია. ითვალისწინებს მამის და მეგობრების რჩევებსაც, მათგან მხარდაჭერას ყოველდღიურად გრძნობს და ეს სტიმულსაც მატებს. ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ ტრადიციას მშობლებიდან გამომდინარე. გვიყვარს ეს და ალბათ მაგიტომ უბრალოდ, თორემ სხვა იმას ვერ ვხედავ. ანუ ასე ვთქვათ, რომ მაინც და მაინც ჩემი მშობლებიდან არასოდეს არ ყოფილა ის, რომ ეს ყოს მე მათემატიკოსი ვარ, შენც მათემატიკოსი უნდა იყო. ყოველთვის იყო აირჩიე რაც გინდა. თუმცა ეცადი რომ იქ საუკეთესო იყო. დაახლოებით ასეთი მედიბა მქონდა. მამამისის დიდი გავლენაც არის, იმიტომ რომ უყურებდა მამამის მოსწონდა ალბათ რასაც ისაკეთებდა და მუშაობის პროცესი. საინტერესო. მუშაობის პროცესი, ბავშვებთან ურთიერთობის პროცესი, ახლა თვითონაც ბავშვი არის და ეგ თავის მცროს წლოვანებით მცროს ბავშვებს რო ეხმარებოდა, ის მოსწონდა სკაიპითაც ხო, ვერ ისვენებდა იმას, უნდა აუხსნა რაღაცა და ეთყობა აქ ეშინა განად, რომ ბავშვს მიეხმაროს. სხვადასხვა ჯილდო, დიპლომი თუ სიგელი ზაურისთვის უკვე ჩვეულია, თუმცა გაჩერებას არ აპირებს. ეს იყო მეორე ვერცხლის მედალი წელს ავიღე ტაილანდში და ეს იყო პირველი, რომელიც ავიღე კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში, შარში. აფხაზეთში არ დაბადებულა, თუმცა მშობლების მოგონებებმა, სურათებმა და ახლობლების ისტორიებმა იქაურობა ძვირფასი გახადა. ამბობს, რომ აფხაზეთი არ დაგვიკარგავს და მალე კვლავ დაუბრუნდებით. ვიცნობ ერთ ბავშვს აფხაზეთიდან, აფხაზეთში ცხოვრობს ახლა, ქართველი, იყო ბანაკში ჩემთან ერთად შარშან და ძალიან კარგი ბავშვი არის. ვცდილობ არ დავკარგო კონტაქტი მასთან. შეხება არ მქონია პირდაპირ აფხაზეთთან, თუმცა დედა ჩემი, მამა ჩემი, რავი, ყველა ჩემი ანთესავი ყოველთვის ძალიან კარგად იხსენებს აფხაზეთს
ამბობენ აი სიტყვაზე ზღვაზე რო ვარ ხოლმე მამა ჩემი და დედა ჩემს მომს ეს რა არის აი აფხა სოხუმში უნდა გენახა ზღვა როგორი იყო და რაღაც სურათები მაქვს ნანახი და ძალიან კარგი ადგილიდან სამწუხარო რომ დავკარგეთ და იმედია არ დაგვიკარგოს ჩემი აზრით იმედია მალე დავიბრუნებ მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია ექიმი და მსახიობი ჯონი ჯანაშია აფხაზეთი როდის გაჩნდა პირველად ჩემს ცნობიერებაში ნამდვილად ვერ გეტყვით იმდენად ჩემთან ერთად იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში ბებიაჩემის ძმა გახლდათ სოხუმელი სოხუმში ცხოვრობდა და საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი ცხენოსნობაში და შემდგომ პირველი მწვრთნელი და ასე რომ მისი სახელი და გვარი იმ პერიოდში არანაკლებ პოპულარული იყო ვიდრე თქვათ ბორის პაიჩაძის ეს გახლდათ საშა დარასელია წარსულში გახლდათ მეფის არმიის ოფიცერი რომელიც მოგვიანებით სოხუმში დასახლდა მანამდე კი მამამისი ანუ ბებიაჩემის და ბატონი საშას მამა გახლდათ მიურატების მთავარი ადვოკატი ვექილი და მოურავი ერთგვარი მოურავი. როდესაც ბაბუასთან ჩავდიოდი იქ სხვა სიტუაცია იყო. ეს იყო ერთსართულიანი სახლი ბელეტაჟს რო ეძახიან ოდნავ ამაღლებული და როდესაც შევდიოდი იქიდან პირველი რასაც გავიგებდი იყო ბაბუას და მისი მეუღლის ბიცოლას კივილი, წივილი, ხმაური მიქმორწიეთ ეგ მის ორწყეთ და აი ასე ხელებგაშლილები როგორ მხდებოდნენ. მე ახლა ერთ საიდუმლოსაც გეტყვით რომ ბაბუას მამსგავსებდნენ ძალიან, აი იმ საშას მამსგავსებდნენ ვიზუალურად ძალიან, როგორც ამბობდნენ ბავშვობაში ჩემნაირი მაყვარანცხი ყოფილა და ფათერაკიანი და ხიფათიანი. ამბობდნენ რომ ვიზუალურადაც ვგავდი სახით ბაბუას თორე ის ისე 2 მეტრიანი კაცი იყო და მართლა მეფის არმიის ოფიცრებს როგორც შეეფერებათ აი ესეთი დახვეწილი 88 წლის აი ესე გარდაიცვალა ფაქტიურად ბოლომდე ცხენზე იჯდა. აი ესეთი იყო. სოხუმს ჰქონდა განუმეორებელი აი სანაპირო. იყო ასეთი ადგილი კაფე ეგრეთ წოდებული ბრეხალოვკა, სადაც ეს სოხუმელები იკრიბებოდნენ და მიდიოდა დინჯი ყავის სმა. ყავისა, რომელიც აუცილებლად უნდა მოდუღებულიყო ქვიშაზე. და რაც შეიძლება ცხელი უნდა დაგელია და პირველად ბაბუამ რო წამიყვანა და არ ვიცოდი მაშინ გამოუცდელი ვიყავი პატარა ბიჭი ვიყავი და ერთ ბაშად რო გადავკარი მე ერთი კვირა ხმა ვერ ამოვიღე იმიტომ რომ სულ გამომიფუფქა ყველაფერი მაგრამ იმას ჰქონდა იმ ყავას სხვა სურდელი ამ არომაც თან ის ბუბუნი ახლდა თან ეს ძველი სოხუმელები რომ საუბრობდნენ და საუბრობდნენ ძალიან საოცრად სამ ენაზე ერთად არეული ქართულ რუსულ მეგრულად სად იწყებოდა ერთი და სამთავრდებოდა მეორე არავინ არ იცოდა მაგრამ ფაქტია რომ ეს სამი ენა იყო სავალდებულო სოხუმელი თუ გერქვა და ესეც ეძახდნენ თავიანთ თავს სოხუმჩანი და სამი არეული ენაზე მოლაპარაკე იყო ქართველიც აფხაზიც და რუსიც მე არ მახსოვს იქაური აფხაზი რომელსაც ქართული არ ცოდნოდა მინდა ერთი მეგობრის შესახებ გიამბოთ ეს იყო ზაკამბეი მარშანია რომელიც იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომკავშირის დივანი ზაკამბეი იყო აი ნამდვილი აფხაზი და აი ესეთ ტრადიციებზე გაზრდილი აი ნაციონალისტურ მასე მაგრამ ზაკამბეის ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული თბილისის მიმართ, ჩემს მიმართ, მეგობრების მიმართ როდესაც თათბირი იმართებოდა ხოლმე უმაღლესის კომკავშირის დივნები სოხუმიდან ჩამოდიოდა ორი უმაღლესის დივანი ერთი იყო სუბტროპიკულის კომკავშირის დივანი დათო ცირამოა და მეორე იყო ზაკამბეი მარშანია. ომი რო დაიწყო, მოხდა ისე რომ დათო ცირამოა აქეთ იბრძოდა, ესენი იყვნენ განუყრელი მეგობრები. დათო ცირამოა იყო გენერალ ადამიანის ერთ-ერთი მოადგილე. ხოლო რაც შეეხება ზაკამბეი იქით ამ მხარეს იბრძოდა და მე გავიგე რომ დაღუპულა. გამოხდა ხანი. დამთავრდა ომი. მე ჯერ კიდევ სამხედრო ფორმით ვიყავი როგორც ოფიცერი. ხანიკ მიწევდა ყოფნა ხანა, ძირითადად ვიყავი სამხედრო სანიტარულ
მატარებელზე და ნუ სოხუმშიც კაი დიდი ხანი მიწევდა იმ სოხუმში ოჩამჩირეში. მოვდივარ ჩემი მანქანით, უკვე ომი დამთავრებულია, როგორც გითხარით, დაახლოებით 1 წელი და ვიღაცა სამხედრო მხელი ამიწია, უჭირდა მანქანა ქონდა გაფუჭებული. გავაჩერე არ ჩემი ხედია პირდაპირ და რო გადმოვიდე დამკრატი უნდა მივეცი შევხედე და ეს ხო დათო. აი როგორ გითხრათ. დიდი ხანი პირდაღებულები უყურებდით ერთმანეთს. იმიტომ რომ ცოცხალი არ გვეგონა არც ერთმანეთი და დათო ხო უფრო მეტად დიდი ხანი ვიდექით და ესე ტიროდით. ტიროდით ყველაფერს. ჩვენ სოხუმს ტიროდით. ტიროდით აი ამ ჩვენს გაფრენილ ახალგაზრდობას, აი ამ დაკარგულ თაობას, ჩვენს დაღუპულ მეგობრებს. ტიროდით იმ ლამაზ მოგონებებს, რომელიც ომის გარეშე არსებობდა ჩვენში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნება აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან. და არა სისხლით, არა მტრობით, არა იარაღით, არა ტყვიით. ეს უნდა იყოს სიყვარულის ენაზე ამეტყველებული ურთიერთობა. ჯერ ჩვენი სიძლიერე რომ ვიყოთ მომხიბლავები იმათთვის. მეორე ის პატიების მომენტი, რაც ჩვენ ერთმანეთისთვის გვაქვს სათქმელი და არ დაგავიწყდეთ, რომ იქიდან არანაკლები კარგი გოგობიჭები დაიხუპნენ. ეს მოხდება. ალბათ მოხდება. უნდა მოხდეს, მაგრამ მანამდე უნდა მოხდეს სიყვარულის ხიდების გადება. აი ამ იმედით ვარსებობ მე. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.